მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ქალაქ მოსკოვიდან, კრემლიდან, რუსეთის დედაქალაქიდან, აგერ კრემლის ყურატებიც გვამცნობენ ჩვენ რომ გადაცემა ტელეკომპანია სეზონზე იწყება. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემებზე. ეს არის ქართველებისათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ადგილი. მე ადრეც აქედან მქონდა ჩართვა და თქვი კიდევაც რომ როდესაც აქ კრემლში იოსებ სტალინი მართავდა საბჭოთა კავშირს, საბჭოთა კავშირის შეიძლება თამამად ერქვას რუსულ-ქართული იმპერია, იმიტომ რომ სტალინი იყო გენერალ-სიმუსი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ საბჭოთა კავშირს და ლავრენტი ბერია იყო მისი მარჯვენა ხელი. ეს ორი ადამიანი რო არ ყოფილიყო, დღეს რუსეთი არ იქნებოდა. ატომური ბომბი სწორედ ლავრენტი ბერიას დამსახურება არის. დღეს რომ რუსეთი იბრძვის ფაშისტების წინააღმდეგ, ამერიკელების, დასავლელების წინააღმდეგ, იბრძვის აი ამ ატომური ბომბის წყალობით. თორემ დღეს ნაცარტუტად აქცევდნენ ამერიკელები მოსკოვს და რუსეთს. ამიტომ დღეს აი მნიშვნელოვანია აი აქ ჩვენი აქ ყოფნა, იმიტომ რომ აი ამ ადგილას, აი აქ იყო სტალინი, აქ იყო ბერი, აქ იყო უამრავი ქართველი, აქ ბევრი ქართველი გაივლიდა ხოლმე სადღესასწაულო მარშებზე და ჩვენთვის არის ეს ამაღლებული განწყობა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც აქ ვიმყოფებით, თითქოს ვეხებით იმ ისტორიას, რომელი ისტორიითაც ჩვენ უნდა ვიყოთ ნამდვილად ამაყები. რუსეთში ყოფნის დროს, ახლა აქ როდესაც გადავწყვიტე თქვენთან მომართვა გადაცემის დროს, გადავწყვიტე რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარი გადაცემის ყოფილიყო ადამიანი, რომელიც საკმაოდ ბევრ რამეს აკეთებს აქ ქართული საქმისათვის რუსეთში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. კაცი, რომელიც იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამმართველოს ხელმძღვანელი გენერალურ პროკურატურაში, აქ ეხა იმყოფება რუსეთში და აგრძელებს საადვოკატო საქმიანობას, იცავს უამრავ ქართველს რუსეთში. ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი ზვიად ხუხია. მოგესალმებით ბატონო ზვიად. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ. ძალიან სასიამოვნოა. მე მინდა რომ ჩვენ გადაცემაში თქვენს დღეს მიიღოთ მონაწილეობა. ყოველთვის მიხარია რუსეთში მყოფი ქართველებთან საუბარი და მათთან ურთიერთობა. ბატონო ზვიად, რა ხდება რუსეთში, მაინტერესებს. ყოველთვის დიასპორას ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ და როგორ აგრძნობთ თავს რუსეთში ქართველები იმ ფონზე, როდესაც საქართველოში, თბილისში, ეხლაც ეხლა სიტუაცია ჩაცხრა, ეს ნაცხროვის ლიდერები დაიჭირეს, რიგი ლიდერები და იმედია ყველას დაიჭერენ, იმიტომ რომ ვინც არეულობას აწყობს. თქვენი განწყობები როგორია რუსეთში? აი, როგორ ცხოვრობთ, როგორ არსებობთ, მოკლედ რო გითხრათ. მე ასე ვიტყვი, რომ ქართველი კაცი რუსეთში ყველაზე მეტად კომფორტულად გრძნობს თავს იმ ფონზე, რომელ ფონსაც ქვია ევროპული ფონი. იმიტომ რომ ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს ძალიან დიდი რამ. ჯერ ისტორიული წლები ხო, რამოდენიმე საუკუნე აკავშირებს ძალიან ბევრი რამ, თქვათ, ჩვენი პირველ რიგში ჩვენი სარწმუნოება. ხო, მართლმადიდებლური, რომელსაც იდენტურია რუსული და ქართული, სხვაობა არაფერში არ არის. და რაც შეეხება ქართველის მოღვაწეობას და ცხოვრებას, ის ღირსეულად არის. აქ მე ვერ წარმოვიდგენია ქართველი, რომ აქ ცუდად გრძნობდებს თავს. ეხლა მე არ მაქვს საუბარი კრიმინალებზე და ასე შემდეგ. კრიმინალებს არ აქვს საზღვარი. ქართველი კაცი თულში ლაღად არის. აი მე პირადად არასოდეს არ მივძნია რუსეთში ის რომ შენ ქართველი ხარ და ეს რომ კნინობითი ფორმით ყოფილიყო. არ ყოფილა ასეთი რამ, ეს ხმამაღლა შემიძლია. ხო წლებია აქ მოღვაწეობ და ასე შემდეგ. პირიქით, არის თბილი დამოკიდებულება ძალიან ქართველებისადმი. იქ რომ შენ ქართველი ხარ და არ იქ აქ რა გინდა და ასე შემდეგ და ასეთი არ არსებობს. თან ყველა წარმატებული არის აქ მე ვიცი რომ ბიზნესმენებია, მეწარმეებია, ხა კი ზოგი შეიძლება არ აქვს ხა დიდი შემოსავალი, მაგრამ დიდითაც ძალიან წარმატებულად არის. რა თქმა უნდა, არეალი ძალიან დიდია აქ მოსკოვში და ყველა შეუძლია რომ რაღაცით ესე საკუთარი რასაც ქვია ყოფა ლაღად აქციოს და ასე შემდეგ. მეორე მომენტია კაცო, უბრალოდ მოწოდება იმაზე ნაციონალების მიერ ეგრეთწოდებული სექტა, მე მას ასე ვარქმევ. ეს არის სექტა, ეს არის დივერსანტების დაჯგუფება, სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით. სადაც წამლავენ ახალგაზრდებს საქართველოში და ეუბნებიან რომ
რუსეთი ასე და ისე და ნუ ეს ოკუპანტი და ნუ ყოველ სიტყვაზე ეს არის ამით იწყება რუსეთის გინებით. აი ხა გინება ახსენეთ, აი თქვენ რამე დისკომფორტი ხო არ გეკნებათ ეხლა რომ ეხლა ქართველი კაცი ვართ. ქართველს აგინებდნენ სიტყვაზე, აი რუსეთში რო აგინებდნენ და მე რუსები რო ჩამოვლენ ჩემთან, ჩემს ქვეყანა. მე რაღაც ცოტა შეიძლება პრობლემა მქონდეს, იმიტომ რომ ჩემთან ცხოვრობ, პირობას გიქმნი და შენ კიდე შენ ქვეყანაში ჩემ თანამოქალაქეებს შეურაცხყოფ. ანუ რაღაცა პრობლემა არ გექნებათ ამის გამო? აი მე ასე ვიტყვი აბა, არ ყოფილა ამისთან რაღაცა, რომ აი აქ მე პირადად მეგრძნოს რუსეთისაგან, რუსებისგან თქვათ, რომ აი შენ ქართველო იქ იმ რუსებს იქ აგინებენ, იქ ესე ჩვენ იქ ასე გვექცევიან და შენ აქ რა გინდა? არ ყოფილა ამისთან რაღაცა. მაგრამ ეხა თუ საზღვროდ გაიგდა იქ შეიძლება იყოს კიდევაც. რა თქმა უნდა, უხერხულიც არის ერთგვარად ეს ისეთია, საკუთარ ოჯახში სტუმარი მივიღოთ ხომ? აი მან იქ გინება დაგვიწყოს კაცო, ხო? მე მიკვირს აქ ზოგიერთი არიან კატეგორია ქართველების და ალბათ ნუ არის გარკვეული კატეგორია, ყველაზე არა მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ხარ, აქ ცხოვრობ და აქ აქაურობას აგინებ. ესე იგი ფაქტურად რა გამოდის, კაცო, შენ სადაც საიდანაც ჭამ, იქ ისაქმებ, ხომ? ნუ ეს ამორალურია და ნუ ომადურობა ეს საშინელებაა. ეს ომადურობას მე ვარქვევ ამამტყოფობას უბრალოდ. კი ბატონო. აქ ესე და ნუ მოწამვლა ფაქტურად ახალგაზრდა თაობის საქართველოში და დაჯერება იმისი. არ წმუნებენ, ანუ აგიტაცია, პროპაგანდა მიდის იმაზე, რომ რუსეთი ცუდია. ძალიან ცუდია თურმე. ეხა იცით რა მე რა მინდა თქვა ეხა. აქ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. რატო არ ფიქრობს ეს ხალხი? თქვენ გახსოვთ ადრე სააკაშვილმა რომ დაიწყო რუსების წინააღმდეგ მოქმედებები, ვითომ აგენტურის იმით რომ დაიჭირა ხალხი, თვითრინავში შეყარეს ქართველები და გამოუშვეს, ხო? ეხა თქვენ რომ ამბობთ რომ აქ არავინ ცუდად არ გვექცევა, ჯერ არავითარი რეაგირება არ იყო. თუ უსასრულოდ გაგრძელდება ეხა ეს და არ გაჩერდება, მე შეიძლება უკვე იყოს რეაგირება. იგივე თქვენ შეიძლება შეგეხოთ, იმიტომ რომ ეხლა ვერ გავიგე, ეხა ჩემებს აგინო, ლანძღო და აღარავინ დასასრული აღარ გქონდეს, ამას ხო შეიძლება რეაგირება გქონდეს. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია პირველ რიგში. მაგრამ მე მინდა ასეთნაირად თქვა. ეს არ არის იმ ახალგაზრდა თაობის ბრალი, ვინც ამას ასე იხსენია. მათ ტვინები გამოურეცხეს სრული ამ სიტყვის უშუალობით და სიყალბეში დააჯერეს. ანუ რომელია სიყალბე აქ? ის რომ ეს სუდია ისტორია გაუყალბეს ახალგაზრდა თაობას და არ წუნებენ იმაში რომ ეს ისე კი არ არის, თუმცა ეს ასეა. პირიქით, ანუ რადიკალურად. აი ხა აქ რუსეთში მცხოვრები ქართველები როგორ რასაუბრობენ აი ამ აქციების ირგვლივ, რაც ხა თბილისში ხორცელდება და ამ რუსების გინება, როგორი აი როგორ გითხრათ ეხლა, გარკვეული კატეგორია არის ისეთი, რომელსაც ჯერ ხარს უჭერენ იმ ხალხს? ხო და როგორ იცი ნაციონალებს ხარს უჭერენ? გარკვეული ნაწილი კი. რას ლაპარაკობთ? რამდენი ეს რაოდენობა, რაოდენობა როგორ ვთქვათ ეხლა პროცენტულად შეიძლება რასაც ქვია ესე ზუსტი ციფრით ვერ დავასახელოთ, მაგრამ არის გარკვეული წილი ქართველებისა, რომელიც იძახის რომ რუსი ასეა, კაცო, თუ კი ასეა, მაშინ შენ აქ რატო ცხოვრობ? აქ რა გინდა ხომ? შენ სტუმრად ახარ გინდა თუ არა, შენ ქართველი კაცი ხარ და შენი ოჯახი და სახლი არის საქართველოში. ხო? რომ იგიღო ამ ხალხმა პატივი ეციათ, თუ არა და მაშინ ადექი და წადი აქედან, ხო? ჩვეულებრივი რამ არის? მაგრამ არავინ არ გაუნება შენ იმას, რომ აქედან და წახვიდე. პირიქით, ხელს გიწყობენ, არავინ არ გეხება. სხვებთან თქვა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქართველი კაცი აქ არის ძალიან დაფასებული. ჯერ ერთი და ეს იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ ამის საფუძველი სტალინი და ბერია ჩვენი. ეს გენიალური ადამიანებია. ეხლა სტალინი და ბერიაზე სანამ გადავალთ, ეხლა ჩემი აზრით მინდა თქვა, ეხლა თქვენ რო თქვით, რომ თუ არ გინა ეს რუსეთი წადიო. აი ხა მე მართლა მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა და მით უმეტეს აქ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მინდა მიუმართო რა. აი თქვენ ზოგიერთები აქ მე ვიცი, უბრალო ადამიანებს არ ეხება, ბიზნესმენებს ეხება. ფულს რო შოულობთ აქ და მე ამ ფულებს რო ნაციონალებს უგზავნით და გულის სიღრმეში რო მიშა სურათი რო გიდევთ, ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი. იცით რა მაინტერესებს? აი რომ მოხდეს ეგ სიტუაცია და მართლა რომ მობრუნდეს ნაცები. თქვენ აგონია ვინმე გაგაჭერებთ მერე?
თქვენ გონიათ მე რომ აი აქ იქნები თავისუფლად, იმიტომ რომ იქ ეხლა დაიწყება მე ამერიკელებს უნდათ საქართველოში რატო აწყობენ ეხლა იქ არეულობას. მართლა დემოკრატიისთვის ხო არ იბძვიან და მართლა იმისთვის ხო არ იბძვიან რომ იქ ეხლა კანონი მიიღო. უნდათ რომ გაიხსნას კუშკი 2 მოხდეს. ანუ როგორც იქ კუშკში მოხდა იგივე მოხდესა. მე მაინტერესებს ერთი თქვენ გონიათ აქ შეგრჩებათ ეს ყველაფერი და მე კიდევ მაინტერესებს ახლა ბევრი დევნილი აქ არ ხდება ამოიგდეთ ეს თავიდან ბევრს აქვს აქ ეგეთი განწყობა დევნილებს რომ აი ესე იგი რუსეთი დაიშლება და ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაური ამისი გჯერათ 32 წელია რუსეთი არ დაიშლება რუსეთი კი არ იშლება რუსეთი იშლება ანუ ტერიტორიებს ახალსინებს და მე კიდე ერთი რამე უნდა იცოდეთ ხალხო რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შედეგად ჩვენ შეიძლება აფხაზებს და ოსებს დაუახლოვდეთ და მათთან ერთად ჩვენ ავაშენოთ ის ქვეყანა რომელიც იგივე აფხაზებთან ეხლა მე ვიცი რომ თქვენი მეუღლე იმიდან არის აფხაზეთიდან ხო და მეც ეხლა ჩემი ბოდიში და ოჯახის წევრებიც აფხაზეთიდან და მე მინდა უთხრა ამ ხალხს რომ ხალხო აღარ შეიძლება ამ ასეთი იდეოლოგიით ფიქრი რომ აი ესეთი რაღაცა ჯერ ეგეთიც რომც მოხდეს ის რასაც თქვენ ფიქრობთ თურქეთი იმ წუთასვე აგერ აი დასტური მომცა კრემლის კურანტებმა ჩემ სიტყვებზე კრემლის კურანტებმა მომცა დასტური სრულად დაგეთანხმები აბაში იმიტომ რომ ის რაც ხდება საქართველოში დღეს და ხდებოდა უпростоრეთ მე რასაც ქვია ვაფასებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ადრეც უნდა მიიღოთ ასეთი გადაწყვეტილება და ასე შემდეგ აქ მაცხოვრებლები რომ ხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას ეს მიმაშნია რომ არის მარაზმი მოდი ახლა აღარ გინდა მე ძალიან მიყვარს რუსეთში მცხოვრები ყველა ქართველი მაგრამ მე აი და ეს ყველა სახება უმრავლესობა მაინც საღათ აზროვნებს აქ მაგრამ ერთი რამე არის ეხლა მე მინდა აი ამ სიტუაციას დავუბრუნე რაც ჩვენთან ხდება ქვეყანაში და თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ეხლა ჩვენ მართლა ბეწვის ხიდზე გავიარეთ და გადარჩა ეს ქვეყანა იმას რომ საქართველოს ყოფილიყო ქცეული მეორე უკრაინად ეხლა აი რუსეთში მცხოვრებ ქართველების გასაგონათაც ვამბობ და საქართველოში მცხოვრები თითოეული ქართველის მიმართ კიევში მოხდა მაიდანი და უკრაინა აღარ არსებობს თბილისში რომ მოხდარიყო მაიდანი საქართველოს აღარ იქნებოდა და რატო გონიათ ვიღაცებს რომ მართლა რომ რაღაცა რომ შეიცვალოს იქ საქართველოში ხო და მოვიდეს ნაცები ამით ამ ქვეყანას ეშველება აი რატო ფიქრობენ ამას ესე ვერ ხვდები რა მე თქვენ გეთანხმებით კითხვა სწორად არის დასმული აქ უბრალოდ ლოგიკაშიც ვერ ჯდება ეს და რატოა ეს ასე ხო ეს არ ჯდება ლოგიკაშიც ქართველი კაცი ეს გამორჩეულია თავისი ნიჭით ხოლმე და თავისი ქართველობით და ქართველობა სიმართლეა და ქართველობა ღირსება მაგრამ აი აქ რომ არარეალურად შევხედოთ სიტუაციას და ის ჩვენი ულამაზესი ქვეყანა გავწიროთ იმიტომ რომ სწორ პოზიციაზე ვერ შევდგეთ ეს არის დანაშაული კი ბატონო ეს არის დანაშაული აი ახლა უყურეთ ახლა როგორ შეიძლება კაცო მხარი დაუჭიროთ იმას ხომ რასაც ქვია გზას ასწინილი ახალგაზრდობა, რომელიც აი ასე რომ ვთქვათ, ქუჩაში გამოიყვანა ნაციონალურმა მოძრაობამ. ფაქტიურად ბავშვებიც ხო აკვირდებოდით ახლა სოციალური ქსელებიდან, ტელევიზიით და ასე შემდეგ. პატარა ბავშვებიც გამოყავდათ ქუჩაში, კაცო. სკოლებიდან, ლამის ბაღებიდან გამოიყვანეს, რა. ხო, პატარა ბავშვებს ესე იგი როგორ ხდება? ბავშვებს იფარებენ წინ, ხო? ნუ ახლა ესე იგი ამერიკის მთავრობამ გააკეთა განცხადება თავისი მოქალაქეებისათვის რომ ესე იგი იმ ადგილებში სადაც აქციები მიდისო იქიდან გამოდითო ნუ ესწრებითო იქაო და იმავდროულად საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა მიდი დადექითო იქაო ესე იგი თავის მოქალაქეებს ესე იგი თავის მოქალაქეებს ეუნება გამოდითო იქ რამე შარში არ მოყვეთო და რამე ხიფათს არ ეწვიოთო და ჩვენ მოქალაქეებს მიდით და ესე იგი ეუნება იმ თავში სხვა გიხლიათო ბავშვები სკოლის მოსწავლეები სტუდენტები და როგორ გვერდში უდგა ამერიკის მთავრობა ამ მომტიკეებს და აგერ აი ახლა მინდა რომ დგავართ აგერ იოსებ სტალინის საფლავთან ეხლა დაკეტილი არის ღამის 9 საათი არის უკვე უფრო მეტი კიდე 9-ს გადაცდა და ესე იგი აგერ არის იოსებ სტალინის საფლავი მეგობრებო აგერ არის იოსებ სტალინის საფლავი აი ამ კაცმა მოგცა ჩვენ შანსი რომ სტალინის სახელით საქართველოს გავაერთიანოთ ჩვენ იმიტომ რომ რუსეთში უდიდეს პატივს ემენ სტალინს
და უდიდეს პატივცემენ იმ ბევრ ქართველს, რომელმაც თავი შეწირა რუსეთის ძლევამოსილებისათვის. ეს მარტო საბჭოთა კავშირს არ ეხება, რუსეთის იმპერიას ეხება. ბაგრატიონები იყვნენ გრიგოლ ორბელიანი, იყო არ ვიცი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ბევრი ამ იმპერიას შეეწირა. ქართული საზოგადო მოღვაწეები. ხო და აგერ რუსეთი გეუნება, მოდი დავილაპარაკოთ, ერთად ვიწყოთ, გადავჭრათ პრობლემა. არ მინდა რუსეთი აგინებ, ამ რუსეთს მინდა ეს სოდომისტური ამერიკაო. გაიგეთ ხო? ეს იმიტომ რომ ამერიკა კარნახობს ასე. იმიტომ რომ მას აწყობს ეს პოზიცია. უბრალოდ ხო უნდა მოვეგოთ გონს, ხო უნდა მივხვდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ესე იგი როგორ არის ხო? თუ ერთხელო მოგატყუესო, ეს იმას ნიშნავს რომ იდიოტები ისინი არიანო. რა თქვენ არაო, მაგრამ თუ კი მეორეჯერ ესე იგი გამოდის რომ იდიოტები უკვე თქვენ ხართო. ესე იგი როგორ 32 წელიწადია რომ ამ მარაზმში ცხოვრობთ. ამერიკულ მარაზმში, სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აი სადაც მხოლოდ და მხოლოდ ბაგინოთ რუსეთს. აი ეს არის. ამით იწყება გადაცემები, რუსეთი ასეა, რუსეთი ისეა და ნუ მხოლოდ და ესე იგი ბედი არ გინდა ბატონო ზვიად. რამდენი ჩამოვედი ამ მოსკოვში, კაცო, ბაგდავით მაშინ იწყება არეულობა რა. ესე იგი ბედი არ გინდა. ესე იგი ეხლა ჩამოვედი, მოწვეული ვიყავი აგერ იმაზე, რა ვქე, დაჯილდოებაზე, ჩესნი взгляд 2024 ჟურნალისტების და საპატიო სტუმრად ვიყავი მიწვეული. ესე იგი როგორი რა ხდება საქართველოში, აბა ქართველები როგორ ახართ, როგორი სიყვარულია ქართველების მიმართ. ესე იგი როგორი თანადგომა არის, ხო და ჩვენ კიდე ეს გადმოდგენი, ეს ნაბიჭორები, ესეთი, ეს ახალგაზრდების რაღაც ნაწილი და რაშაის და რუსეთის და პუტინლო და რაღაც ეს იდიოტები ესეთი რა. ეს ტვინი არც რუსეთის ისტორია იციან, არც ქართულ-რუსული ურთიერთობა. რუსეთი რომ არა დაისვენებდით თქვენ იდიოტებო, აი აფხაზ იმაში დაისვენებდით აჭარაში, გურიაში და ჯავახეთში დაისვენებდით თქვენ. ვინ დააბრუნა ეს ტერიტორიები მაინტერესებს. დღევანდელი დღე უყურებდით ეთერს თქვია და ეს გაქათმებული გვარამია. აი ასე ვიტყვი სული ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. როცა დააკავეს ესო რუსული სტილი, აშუაში იყო რუსული სტილი, კაცო. მიშას პერიოდში მე მიშას მას არ ვარქვი. მაგას ქვია, ვის სახლი არის სურენა და ყველა მიცით რომ ის გვარგადაკეთებული სომეხი. მაშინ ქართული არაფერი არ იყო ამ რასაც ქვია სურენა. ხო არა, ეხა რო იძახით, ეხა რუსული სტილი, სააკაშვილი რო აპატიმრებდა ხალხს, რომელი სტილი იყო ესა? რა თქმა უნდა. ამერიკული სტილი არ იყო ესა? და თან საშინელი მეთოდები. დუბიკებს რო უთხრიდნენ ერთ ადგილას, ეგეც რუსული სტილი იყო თუ მოიცა იქ რო ციხეებში რო აუპატიურებდნენ ხალხს, ეგეც რუსული სტილი იყო. ხალხს რო ხოცავდა მიშა, ეგეც რუსული სტილი იყო. ის რომ ადამიანი მე მაგალითად ეხა თქვენ ადვოკატი ბრძანდები, მე უამრავ ადამიანს ვიცავდი მაშინდელი აი ამ რეპრესირებული ხალხ. ჩუმად ლაპარაკობდნენ, კაცო, ციხიდან რო გამოდიოდა. იმიტომ რომ დაშინებულები იყვნენ. ხო, აბა რა. დაშინებულები იყვნენ და ისე იმ დონამდე ყავდათ დაშინებულები, რომ გამოცვლის შემდგომშიც ანუ ფსიქოლოგიური ფაქტორი. გული რაზე მტკივა, იცი? ყველაზე უფრო გული მტკივა, რომ მე აი რუსეთში მცხოვრები ქართველები რო სააკაშვილის მომხრეები არიან და ერთხელ ვიყავი ერთ-ერთ არ მინდა ეხლა იქ რეგიონში. ესე იგი კაცი არის იმისი სასტუმროს დირექტორი. არის რამდენიმე მაღაზიის მფლობელი და ესე იგი კაცი აქებს სააკაშვილს. მეუბნები კი მაგრამ როგორ აქებს სააკაშვილს მე? აიო მიშავო, იქაო კორუფცია მოფხრაო, იქ გზები დააგო, შუქი გააკეთაო, ეს რაც სააკაშვილის ნარატივია 21 საუკუნეში რომ შუქს და გაზს რო გვაბადლიდა, გესი? ბიჭო, მე ვთხარი, მე ბოლოს რა მოხდა? ხო დაიკარგა ყველაფერი, ტერიტორიები დაკარგა. ქვეყანა გაუბედურა. ხალხი ჩახოცა. მასე მე ვთხარი ჰიტლერიც მაშინ გმირია, ჰიტლერმა გერმანიამ, შიერი გერმანია ამოიყვანა მაღალ დონეზე რა. დღესაც გერმანელები გერმანულ ავტობანებზე დადიან. მე მაინტერესებს ამ ხალხს მინდა მივმართო. ხალხო თქვენ ნორმალურები ხართ? ვის უჭერთ ხარს? ვის? და თუ არ გიყვართ ეს რუსეთი და თუ გეზიზღებათ, ბატონის ზვიადის არ იყოს, წადით მაშინ ამერიკაში, კაცო. შეიძლება აქ კაცი აქ არსებობდე და მე ფულს რიცხავდე იმაში, რა ვქე, ნაცებთან ნაცების ხარდასაჭერად. მარაზმია ეს. ეს არის მარაზმი. მე ვერ წარმომიდგენია ქართველი კაცი. არა აქვს მნიშვნელობა ამას, რომელი კუთხის წარმომადგენელია. თუმცა ყველა კუთხის წარმომადგენელი თანაბარია. ერთნაირად მიყვარს. ახეთიც გურიად სამეგრელო ჩემი კუთხია და ასე შემდეგ. ნუ მე მაგაზე მრავალი დამამა გამოქვეყნებული, რასაც ქვია კოლხურ ისტორიაზე და ასე შემდეგ. არ მინდა დავიჯერო ის, რომ ქართველი კაცი დღეს აი ამ გვარ გადაკეთებულ სომეხს ნიშას რომ ხარს დაუჭერს დღეს ქართველი კაცი. რა ვიცი. რა ფორმა მოუძებნოთ ამას და რა დავარქვათ სახელი, ხო? რა დავარქვათ ამას?
უბრალოდ სახელიც არა აქვს. მე რა არის ცით ისასო ხარს ნაციონალურ მოძრაობას ერთი გამოიყვანეს ტრაილერის ბრძოლად გამოყავდათ ეხი ახალგაზრდა მშვენიერი ქალბატონი რომ ყველაზე წარმატებულ ქართველად რომ ტრაილერი ბრძოლიო სუბელიანი რო არისო მინისტრი ხო გახსოვთ ეს ყობა სუბელიანი დღეს არის ტრაილერის ბრძოლი შედარებულო მაღაზია რო გაქვს სასტუმრო რო გაქვს ამ რუსეთში და ფულს რო აკეთებ და მე იქ რო რაღაცა საქართველოში რო აბანდებ არ უნდა დააფასო ეს ამერიკა ხო არის ჩვენი მეგობარი რატო იქ ქართველები ვერ პოულობენ იმას რასაც შენ აქ პოულობ რუსეთში იქ რატო ვერ აკეთებს კარიერას ქართველი მაინტერესებს იმის უფლებაც არ აქვს ქართველ კაცს რომ იმაში ლეგალურად დასაქმდეს ესე იგი სტრატეგიული მეგობარი არის ჩვენი ვიზები არ მოგცა ფრენები არა გვაქვს პირდაპირ რაში გამოიხატება მეგობრობა ომი გქონდა არ დაგვეხმარეს ფრენები არ არის ვიზებს არ გვაძლევენ და ბოდიშტე მონება ერთი ადგილზე წმენდავად არის ქართველი ამერიკაში და აქ რუსეთში ფულს აკეთებ პირველი კაცი ხარ და მაინც რუსებს აგინებ კაცო აბას ავადმყოფობას დავარქმევდი ერთგვარად მეც ასე ვიტყვია და ასე ვფიქრობ თუ ამერიკა თუ ჩვენი მეგობარია რატომ აქ მაშინ მასთან სავიზო მიმოსვლა ხო ანუ რატომ ჭირდება ნებართვა წინასწარი რომ ჩვენს მეგობართან მივიდა აი ასე დავსვათ საკითხი ხო უბრალოდ აი ისე იგი არ არის ის ჩვენი მეგობარი ის მას საქართველოს ჭირდება რისთვის ერთგვარ ხელკეტად რუსეთის საპირისპირო სხვა ფუნქცია არა აქვს არაფერი ამაში გამოიხატება ჩვენი მეგობრობა ჩვენი და ამერიკის არ ყოფილა ჩვენსა და ამერიკას შორის არასოდეს მეგობრობა ახლა შედარებისთვის რო ავიღოთ ძალიან ესეთი გვაქვს კავშირები არიან ემიგრანტები იტალიაში საბერძნეთში და ასე შემდეგ და ნუ ასე შემდეგ გვაქვს კონტაქტები და ურთიერთობები რასაც იმათგან ვისმენ აი რა წვალებასაც ისინი იქ გადიან არ შევეხები მათ ყველა მიცის და ყველა ცნობილია ეხლა ავიღოთ შედარებისთვის აი რუსეთში მცხოვრები ქართველი ხო და იქ თუნდაც თურქეთში თუნდაც იქ ხო დიახ აქ ქართველი რასაც ქვია თავისუფალად და სრული ანშლაგი გაიგე ნებისმიერი ბიზნესი შეგიძლია აწარმოო ნებისმიერი რაც შენ გინდა რამდენი წარმატებული ქართველი აქ ძალიან ბევრი ანუ აქ შეზღუდვა არ აქვს არანაირი ხო თქვენი თქმისა არ იყოს რაცო იქ ევროპებში და ამერიკაში და ასე შემდეგ რაცო იქ არც ითვლები შენ ადამიანად კაცო ჩანს ეს უბრალოდ მე არ სული მქონე ეგ ჩასვლის და არც ამაკიდო სურვილი ესე და ასე შემდეგ ხა თუ შემდგომში რაღაც ტურისტულად რაღაც სხვა თემა ხედავთ ამას ყველაფერი ჩანს ეს ღიად სოციალურ ქსელებში და უბრალოდ ეს მინდა იცოდეს იქ ცხოვრებმა ქართველებმაც რომ რუსეთში ქართველი კაცი ძალიან დაფასებულია ქართველ კაცს შეუძლია თავი ლაღად იგრძნოს აქ და გრძნობს კი აი ეგ განცხადება უნდა გაკეთდეს სათვისტომოს ბევრი ვიცი აქ ამდენი ადამიანი რო ცხოვრობს მილიონი კაცი და ამ დროს რო რუსებს აგინებენ მე მინდა ბატონ დავით ცეცხლაძეს მინდა მივმართო რა თქვენ ბატონო დავით უნდა გამოსულიყავით ამ დღეებში როდესაც ქვეყნის არ ყოფნის საკითხი წყდებოდა და უნდა გაგეკეთებინათ განცხადება იმის შესახებ რომ აი ამდენი ქართველი რო აქ ცხოვრობს და თქვენ რო რუსებს აგინებთ ხო ჩვენ გვექთებათ ეს პრობლემები ეხლა შეიძლება თქვა თქვენ რო ეხლა ერთხელ კი არა მილიონჯერ უნდა თქვათ ეგა ერთხელ რო განცხადება გააკეთეთ ეს საჭიროა მე 1000-ჯერ ამის გაკეთება იმიტომ რომ ღმერთმა არქანას და სააკაშვილი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ვერც თქვენი ქთებით სათვისტომოს ხელმძღვანელი და შეიძლება ვეღარც ქართველები იყვნენ აქა იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით ის თვითრინავის მაგალითი რომ სააკაშვილმა რომ დაიწყო ეს მოქმედებები აქ ქართველებს შეეხო ეს ყველაფერი არ შეეხო ავიღოთ ის პერიოდი სააკაშვილის პერიოდი როდესაც აქედან გამოყარეს ქართველობა დიახ რამ განაპირობა ეს უსაფუძვლოდ მოხდა არ მომხდარა ეს უსაფუძვლოდ ეს განაპირობა იმან რასაც ქვია რასაც იქ ჩადიოდა სააკაშვილი ხო რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ და ასე შემდეგ ხო აი ეს იყო აქ ყველაფრის ეს ამოსავალი წერტილი შემდეგ ისაც მოხდა იქ თვითრინავიდან და ნუ ასე შემდეგ რომ შეყარეს ქართველები მაგრამ ყველა ხო არ გამოუყრია რაღაც გარკვეული წილი მოხდა ზოგი არალეგალურად იყო ზოგი ასეც იყო ზოგი ისეც იყო და ნუ ასე შემდეგ ამას ერთგვარი გამართლებაც აქვს ეხლა შენ თუ მე დედას მაგინებ აუცილებლად ადეკვატური გავხდები ხო ეს პოზიცია იყო აქ რუსეთის მხრიდან მეტი სხვა არაფერია ეს მოხდა იქ ხსოვს ამას
მე ასე ვიტყვი, რომ გამართლებაც აქვს ერთგვარი. არა, მე რა არის, ცით უბრალოდ გაკურვებული ვარ რა. აქ პირველ რიგში უნდა ყოფილიყო აქიდან ხმა, ამოძახილი რუსეთიდან, რომ ეი ქართველებო, ჩვენ აქ თქვენი სისხლი და ხორცი, რომ ვართ აქ რუსეთში და თქვენ რო ამ რუსებს აგინებთ და რუსეთს რო აგინებთ, ხო? ჩვენ გვექნება პრობლემები. მარტო დიასპორის იმაზეც არ გადავტეხავ ჯოგს ხელმძღვანელზე, თუმცა მე გაკურვებული ვარ, იმიტომ რომ შენ ხო თუ დიასპორის ხელმძღვანელი ხარ, მარტო ბოდიშ და სოსო პავლიაშვილთან, დიანა ღურწკაიასთან და იმათთან ერთად კი არ უნდა გააკეთო განცხადება, რომ კულტურული ღონისძიებები რო იმართება. ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი რო წყდება, შენ უნდა გამოყვიდე და უნდა თქვა, რომ შენ წყვიტეთ ეს ვაკხანალია, იმიტომ რომ ამით საქართველოს დაიღუპება და ჩვენც დაგუყავთ აქ. ამაზე უნდა იყოს საუბარი, მე მგონი. ერთის ხრივ დავაბრალებს იმასაც, რაც ახლა ხდება, აგიტაცია ძალიან ბევრ შეება, გებელსმა თქვა, მომეცით საინფორმაციო საშუალებები და ღორების კოლტებად ვაქცევს ქვეყანასო და მართლა ღორების კოლტებად აქციეს ამათმა ხალხი თავიანთი აი ამ მოქმედებებით და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რაღაც უნდა შეიცვალოს. თავშივე აღნიშნე მეც ინტერვიუს დროს, რომ საინფორმაციო საშუალებებით, რასაც ქვია, ფაქტურად ადამიანებს გონება ამოუტრიალეს, ხო? საინფორმაციო საშუალებებით. გებელსის სიტყვებია, მომეცის პრესა, ტელევიზია, რადიო და ასე შემდეგ და ნებისმიერ სახელმწიფოს დავიპყრობთ და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის აქ, მეტი არაფერი აბა. ესე ტელევიზიას ხომ ძალიან დიდი ძალა აქვს, რასაც ქვია, ეს ხომ იდეოლოგიური მანქანაა, ხო? და ადამიანი როცა მიშტერებულია ტელევიზორს და მხოლოდ სხვა განათლება არ აქვს და მხოლოდ ტელევიზიიდან ღებულობს ინფორმაციას ან სოციალური ქსელიდან ან ინტერნეტიდან და ასე რომ ვთქვათ იღიჯერებს ამას და ჯერა რომ იცი რა, აი ეს არის თურმე სწორი რა. ესე არ არის, ხო? როგორ ახლა ტელევიზიის განმარტება ასეთია, ესე იგი თაღლითებისა და არიფების ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო ზვიად, დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და აი ხა ბატონმა ზვიადმა თვითონ აი ვიცი, აი ძალიან დიდი სურვილი ქონა ჩვენთან საუბრის და აი ბატონი ზვიადის მსგავსად მე რატო გადავწყვიტე ბატონ ზვიადთან გასაუბრება. ბატონი ზვიადი სოციალურ ქსელში აქტიურად იკავებს იმ პოზიციას, რა პოზიციაც აქვს აქ და ასე უნდა დაიკავოთ. ეხლა ყველასთან ტელევიზია ვერ მივა და ყველასთან კამერა ვერ მივა, მაგრამ ყველამ რაღაც პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, მეგობრებო, როდესაც ქვეყანას უჭირს, ადრე რო უჭირდა ხმალით გამოდიოდა და ზოგს ისიც არ აქვს, რა ქვია, შნორო ამოვიდეს და რაღაცა პოსტი რო გიკავია რომელიღაცა ქვეყანაში, ხმალს და ბომბს და იმას ვინ ამბობს, ერთი სიტყვა რო თქვა, რომ იცი რა არ არის სწორი და მე თქვენს გვერდითავ. ეს მაინც ხო შეგიძლიათ თქვენ და რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ზვიად, დიდი მადლობა. აიხარეთ თქვენს დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, რასაც ქვია, აქ რო ჩავუბრძანდით, ამას რომ რეალურად ხედავთ ყველაფერს და რეალურად რო ვაფასებთ სიტუაციას, მისასალმებელია და მე ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ქართველი დადგეს აი ამ პოზიციაზე. ერთი რამ არის საინტერესო, ხა ჩვენ რატო გადავწყვიტეთ აქ აი კრემლიდან გაგვეკეთებინა ეს გადაცემა. იცით რაშია საქმე? ერთი რამე არის აღსანიშნავი, რომ თუ გვინდა ჩვენ რომ საქართველოს იყოს გავწყინებული, უნდა დავამყაროთ რუსეთთან ურთიერთობები. საქართველოს მაშინ იყო ძლიერი და საქართველოს ეძახდნენ საბჭოთა კავშირის შვეიცარიას. 1959 შვიდლების პირველი წელი საქართველოს კომუნისტებმა თავიანთი ფორუმით დაიწყეს. საქართველოს კომუნისტური პარტიის რიგგარეშე მე-19 ყრილობამ განიხილა ვასილ პავლეს მჟავანაძის მოხსენება. საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1959-1965 წლების საკონტროლო ციფრები და საქართველოს კომპარტიის ამოცანები. ყრილობამ დასახა დიდი ღონისძიებანი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ შვიდლეთში რესპუბლიკის მიღწევებს კომუნისტურ მშენებლობაში. სოფლიოს გულისწყური კრემლისკენაა მიმართული. მიმდინარეობს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 21 რიგგარეშე ყრილობა. ჩვენს ქვეყანაში სოციალიზმის მთლიანმა და საბოლოო გამარჯვებამ კომუნისტური მშენებლობის ყველა პირობა შექმნა. საბჭოთა კავშირი კომუნისტური საზოგადოების უშუალო მშენებლობის პერიოდში შევიდა. ყრილობამ დაამტკიცა საბჭოთა კავშირის 1959
1965 წლების სახალხო მეურნეობის განვითარების საკონტროლო ციფრები. 7 წლიანი გეგმა ითვალისწინებს ყველა საბჭოთა რესპუბლიკის და მათ შორის საქართველოს მრეწველობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და კულტურის სწრაფ ზრდასა და განვითარებას. დაიწყო შეუპოვარი შრომა 7 წლების გრანდიოზული გეგმების შესრულებისათვის. 7 წლიანი გეგმის უმნიშვნელოვანეს ამოცანად ყრილობამ სცნო შავი და ფერადი ლითონების წარმოების გადიდება, ქიმიური მრეწველობის, სახალხო მეურნეობის ელექტროფიკაციისა და მანქანათმშენებლობის განვითარება. ისე არსად იგრძნობა საქართველოს ინდუსტრიის მაჯისცემა, როგორც რუსთავში. სულ 15 წელიწადია, რაც აღმოცენდა მეტალურგთა ეს ქალაქი. საბჭოთა მეტალურგთა დიდ ოჯახში გამოიწვევდნენ ქართველ მეპოვადეთა პიონერები. დღეს აქ ფართოდ ინერგება ტექნიკური პროგრესი. ღრმა მეცნიერული ანალიზის საფუძველზე მუშავდება ყოველი ახალი აზრი და იდეა. იქმნება კომპლექსურ მექანიზირებული და ავტომატიზირებული უბნები და საამქროები. მიაქციეთ ყურადღება ამ კაცის საქმიანობას. სწორედ ამ პროცესის მექანიზაციას ეწევა უნიკალური აგრეგატი დგან 400. რუსთავის ქარხანა პირველია, სადაც ამ რთული და მძიმე სამუშაოს ავტომატიზაცია მოხდა. ეს ღონისძიება სახელმწიფოს ყოველწლიურად 2 მილიონ მანეთზე მეტ დანაზოგს აძლევს. შეიქმნა აგრეგატი დგან 400. მის ავტორთა ჯგუფს ლენინური პრემია მიენიჭა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი საზეიმოდ გადასცემს მათ ამ მაღალ ჯილდოს. გიგანტური ნაბიჯებით შემოვიდა საქართველოში დიდი ქიმია. შემოვიდა და ძირითადად რუსთავში დაიდო ბინა. რუსთავი ქიმიკოსთა ქალაქიც გახდა. მართლაც რომ დამკვრალურია ქიმიურ საწარმოთა მშენებლობა. 7 წლების მეოთხე წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და მინისტრთა საბჭომ მისალმება გაუგზავნეს რუსთაველ ქიმიკოსებს და მიულოცეს ღირსშესანიშნავი გამარჯვება. კაპროლაქტამის წარმოების კომპლექსისა და მინერალური სასუქების წარმოების დამატებითი სიმძლავრეების სამუშაოება. აზოტის ქიმიური კომბინატის გახსნა დიდ ზეიმად იქცა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს კომკავშირს, რომელიც ბევრი შესანიშნავი წამოწყების მოთავია. შენებლობის ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო და რთულ უბნებზე პარტია სწორედ კომკავშირს აკისრებს გადამჭრელ როლს. პარტიამ მოუწოდა და ჭიათურის ახალი მაღაროების მშენებლობა დამკვრალურ კომკავშირულ მშენებლობად გამოაცხადა. საქართველოს კომკავშირელებს მთელი საბჭოთა ახალგაზრდობა მოუდგა მხარში და საკავშირო კომკავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა ჭიათურის ახალი მაღაროების და გამამდიდრებელი ფაბრიკების მშენებლობები სრულიად საკავშირო დამკვრალური კომკავშირული მშენებლობების რიცხვში შეიტანა. საქართველოს კომკავშირის შეფობას უწევს გუმათფესის, ლაჯანურის, ხრამის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებს. 1960 წელს ლაჯანურ ფესმა პირველი სამრეწველო დენი მოგვცა. ეს იყო ქართველი ჰიდრომშენებლების პირველი დიდი გამარჯვება 7 წლებში. ენგურზე შენდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი 300 მეტრიანი თაღოვანი კაშხალი, რომელიც გადაყიდავს მდინარეს და შექმნის 35 კილომეტრის სიგრძის წყალსაცავს.
ენგურჰესის უნიკალური მშენებლობის დამთავრების შემდეგ რესპუბლიკას საშუალება ექნება არა მარტო მთლიანად დააკმაყოფილოს მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, არამედ სათანადო რეზერვით შექმნას. ენგურის მშენებლობა საერთო სახალხო საქმეა. მისი მშენებლები პარტიისა და მთავრობის განსაკუთრებული ყურადღებით არიან გარემოსილი. თქვენ მამაცურ შრომას, თავდადებას და შემართებას ეუბნება მათ ამხანაგი ვასილ პავლეზე მჟავანაძე. სიხარულით შეხურებს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა ხალხი, ჩვენი პარტია. ბარაქალა თქვენს მარჯვენას, ენგურს შერკინებულო ვაჟკაცებო. აშენდება სიონის წყალსაცავი, რომელიც ბევრ სიკეთეს მოუტანს შრომელ კაცს. იხარებს ბაღვენახი, ამწვანდება ხრიოკი მინდორველი, გაუმჯობესდება საცხენისის, მარტყოფისა და თეთრი ხევის მცირე სიმძლავრის ესების მუშაობა. არნახული ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა. შენდება ახალი საცხოვრებელი სახლები, სკოლა-ინტერნატები, საბავშვო ბაღები, ახალი უბნები, სოფლები, ქალაქები. მშვენდება ჩვენი დედაქალაქი. სულ მალე თბილისელები მიიღებენ საინჟინრო ხელოვნების უნიკალურ ნაგებობას, სპორტის სასახლეს. ასეთ ვითარებაში შეიკრიბნენ საქართველოს კომუნისტები მე-20 ყრილობაზე. გადახედეს განვლილ გზას, ამხილეს ნაკლოვანებანი, დასახეს მათი გამოსწორების გზები, მომავლის სამოცანები. საქართველოს მშრომელები ერთსულოვნად ჩაებდნენ კომუნისტური შრომის მოძრაობაში. ზაურ რუსია, ქარხანა ელექტროავტომატის ნოვატორი, ვასილ პაპინაშვილი, ლენინის სახელობის ემმოვალ საშენებელი ქარხნის ბრიგადი, გრიგოლ ბოგვერაძე, სახელგანთქმული მემანქანი. გორელი მქსოველი, ელენე გეგელაშვილი პირველი გამოეხმაურა ვიშნე ვოლოცკის საფთავი კომბინატის მოწინავე ბრიგადირის, ვალენტინა გაგანოვას თაოსნობას. იგი ჩამორჩენილ ბრიგადაში გადავიდა და მოწინავეთა რიგებში ჩააგანა. შრომითი გმირობის ნამდვილი მაგალითია 300 ჭიათურელი მოწინავე მეშახტის ახალი ითხვისის ჩამორჩენილ მაღაროში გადასვლა. ითხვისელები უდანაკარგოდ იღებენ მსოფლიოში სახელგანთქმულ მარგანეცს. გაიზარდა ექსპორტი ქართული მარგანეცისა, რომელიც აუცილებელია უმაღლესი ხარისხის ფოლადის შენადნობის მისაღებად. მაღალხარისხოვანი მარგანეცით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გემი იპირთება საქართველოს ნავსადგურებში. მრავალი სახის პროდუქციიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ლენინის სახელობის ემმოვალ საშენებელი ქარხნის 8 ღერძიანი ელმავალი ვილ-10. თბილისის კიროვის სახელობის ქარხნის ჩარხები. 60-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნება ქართველი კაცის შრომის ნაყოფი. აი, ქართული ფუტკარი. ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო გამოფენაზე მოწონება რომ დაიმსახურა თაფლის მაღალი ხარისხით. იგი გამოირჩევა ნექტარის მოპოვების განსაკუთრებული თვისებით, გრძელი ხორთუმითა და შრომის უნარით. ამიტომ იყო რომ პრაღაში მეფუტკრეობის კონგრესზე ოქროს მედალი მიიღო. საქართველოდან 300-მდე დასახელების საექსპორტო პროდუქცია გადის. ეს კინოკადრები თურქეთში, იზმირშორისო გამოფენაზეა გადაღებული. ეს იყო ჩვენი ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კიდევ ერთი აღიარება. კატარგა, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესით ეტანებოდნენ ბაზრობის მონაწილეები, ბათუმშია დამზადებული. ხოლო ავტომანქანამ, რომელზედაც ამოტვიფრულია ქართული წარწერა, ქუთაისის ავტოქარხანა, იზმირელთა მოწონება დაიმსახურა.
შემთხვევითი როდია, რომ 1962 წელს მევენახეთა და მეღვინეთა მე-10 საერთაშორისო კონგრესი საქართველოში ჩატარდა. თბილისში შეიკრიბნენ მსოფლიოს თვალსაჩინო მეღვინეები, რომელთაც ხელმძღვანელობდა მეღვინეთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ლერუა. ადრეც აღფრთოვანებულან უცხოელები ქართული გლეხკაცის შრომის ნაყოფით. ჯერ კიდევ 1672 წელს ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა ჟან შარდენმა აღნიშნა: არსად ევროპაში არ მოხდა უკეთესი ვაშლი და მსხალი, აზიაშიც ვერ ნახავთ უკეთეს ბროწეულს. ჩვენი ღვინით მოხიბლულმა ლერუამ თქვა: ასეთი ღვინო დაჩოქილი უნდა სვაო. ქართულმა ღვინომ მსოფლიოს მრავალ კონკურსში გაიმარჯვა. მრავალი ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1961 წლის ივლისის პლენუმი სოფლის მეურნეობის განვითარების საჭირო საკითხებს მიეძღვნა. პლენუმმა საქართველოში მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების, სახელმწიფოსათვის მათი მიყიდვის და რესპუბლიკის მრავალდარგობრივი სოფლის მეურნეობის განვითარების შემდგომი ამოცანები დასახა. რესპუბლიკის მშრომელთა ხვავიან სუფრას ქართველ მებადურთა ნადავლით შეემატა. საქართველომ დაიწყო თევზის რეწვა. ქართული სეიმერები ზღვებსა და ოკეანეებს სერავენ. ეს შოთა რუსთაველია, ცურავი ფაბრიკა. თევზის დამუშავების ყველა პროცესი ზღვაში ხდება. ოდითგან განთქმული კოლხი მეზღვაურების ტრადიციები გრძელდება. სამზამთარს შავი ზღვის სანაპიროზე უჩვეულოდ ყინავდა. ნადგურდებოდა წლობით ნაშრომ ნაამაგარი ძვირფასი პლანტაციები, მაგრამ ადამიანმა ამჯერადაც ძლია სტიქიეს. მოსახლეობა დაირაზმა გადარჩენილ ციტრუსოვათა პლანტაციებიდან მოსავლის უდანაკარგო დასაღებად და დაზიანებული ციტრუსების აღსადგენად.
1962-64 წლებში ქართველმა მეჩაიეებმა საქვეყნოდ გაითქვეს სახელი. 170,000 ტონა ჩაის ფოთოლი მოკრიფეს და 7 წლების გეგმას გადააჭარბეს. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 24 ყრილობამ განსაზღვრა, რომ სასოფლო-სამეურნეო შრომის მწარმოებლობის ამაღლების საფუძველი სოფლის მეურნეობის მექანიზაციაა. საქართველოს სოფლის სახალგაზრდობა გულმოდგინედ შეუდგა ტექნიკის შესწავლას. მომზადდა 15,000-ზე მეტი მექანიზატორი, რომლებმაც უზრუნველყვეს წარმატებები სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგში. სოციალისტურ მშენებლობაში მოპოვებული წარმატებების დემონსტრაციად იქცა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების და საქართველოს კომუნისტური პარტიის შექმნის 40 წლის იუბილე. ეს ეროვნული დღესასწაული გადაიქცა მთელი საბჭოთა ხალხის ზეიმად. ქართველი ხალხის მორალურ-პოლიტიკური და იდეური ერთიანობის, კომუნიზმის საქმისადმი ურღვევი ერთგულების დემონსტრაცია. სამოციანი წლების მსოფლიოს იმპერიალიზმის პოლიტიკური აქციების მკვეთრი დაცემით აღინიშნება. ალს დგას შავი აფრიკა. კუბაში რევოლუცია იმართებს. კოლონიალიზმი სამუდამო დამხობილია. კუბის მშრომელები თავიანთი ქვეყნის ბატონ პატრონი გახდნენ. ამერიკელი იმპერიალისტები ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ყველა მებრძოლი ქვეყნის წინააღმდეგ რაზმავენ მხედრიონს. ისინი ვიეტნამის მიწაზე სულ უფრო აფართოებენ სამარცხვინო ომის ხანძარს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულია ჯონ კენედი. ამერიკის პროგრესული საზოგადოება იმედით შესწერის ამ მოვლენას. პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს ყველა სიკეთესთან ერთად ვიეტნამში ომის შეწყვეტასაც პირდება. 2 წლის შემდეგ ტეხასის შტატში დალასში ვერაგულად მოკლეს პრეზიდენტი. ვიეტნამში კი გრძელდება ამერიკული მხედრიონის თავაშვებული ბოროტმოქმედება. მშვიდობიანი სოფლები და ქალაქები მათი სამხედრო ტექნიკის გამოცდის დააქცეული. საბჭოთა ქვეყანა კი მეცნიერული აზროვნების შესანიშნავი მიღწევებით აღაფრთოვანებს სოფლიოს. მეცნიერების წამყვანი დარგების სინთეზის საფუძვლად დაედო კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერის, კოსმოსური ერის დაწყებას. 1961 წლის 12 აპრილი კოსმოსშია პირველი ადამიანი, საბჭოთა კავშირის მოქალაქე იური გაგარინი. აქედან იწყება საბჭოთა კოსმონავტიკის ტრიუმფი. ამ ჯერ არ ნახულ მიღწევებში ქართველ მეცნიერებსაც მიუძღვით წვლილი. აბასთუმის ობსერვატორია, მენისკური ტელესკოპით წარმოებს დაკვირვება კოსმოსზე. გადაღებულია რაკეტა და მიღებულია რაკეტიდან გამოტყორწნილი ნატრიუმის ღრუბლის უნიკალური ფოტოსურათი. კოსმოსის დაპყრობის საქმეში თავიანთი სიტყვა დგას ქართველმა მათემატიკოსებმა. რესპუბლიკაში მეცნიერების განვითარების საერთაშორისო მასშტაბებზე მეტყველებს სიმპოზიუმები, კონფერენციები, რომლებიც აქ ტარდება. განსაკუთრებით დიდმნიშვნელოვანი იყო მათემატიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მსოფლიოს ბევრმა გამოჩენილმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. სიმპოზიუმზე საქვეყნოდ იქნა აღიარებული ქართული საბჭოთა მათემატიკური სკოლის დიდი მიღწევები. ვირტუალური სპექტროსკოპიის საკავშირო თათბირმა, რომელშიც საზღვარგარეთის საუკეთესო სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ, აღნიშნა ქართველ ფიზიკოსთა თვალსაჩინო მიღწევები
ატომის ენერგიის გამოყენებაში მშვიდობიანი მიზნებისათვის. საქართველოს ფიზიკოსთა ცხოვრებაში დიდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ატომური რეაქტორის გახსნა. ჩვენმა ფიზიკოსებმა აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი მეცნიერული პრობლემები დაამუშავეს. ქართველ მეცნიერებს დიდი წვლილი შეაქვთ ეროვნული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის საქმეშიც. დაიწყო სეტყვის წინააღმდეგ შეტევა. ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც ეს დანადგარი შექმნეს, სახელმწიფო პრემია მიენიჭათ. სახალხო მეურნეობის განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ინსტიტუტს. ახლა აქ პროფესორ ნიკოლოზ დანელიას ხელმძღვანელობით მდინარეთა მრუდხაზოვან უბნებზე წყლის ნაკადის და მყარი სხეულების მოძრაობის კანონზომიერების დადგენის აქტუალურ პრობლემებზე მუშაობენ. ქართველი მეცნიერების დიდი გამარჯვება იყო გამოჩენილი მეცნიერის, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრისათვის, აკადემიკოს ილია ვეკუასათვის ლენინური პრემიის მინიჭება. საქვეყნოდ გაითქვეს სახელი ქართველმა დასტახრებმა, რომელთაც მეცნიერული და პრაქტიკული მიღწევებით საგრძნობი წვლილი შეაქვთ საბჭოთა და მსოფლიო მედიცინის განვითარებაში. მართლაც რომ ფილიგრანული ოპერატორია პროფესორი სიმონ ხეჩინაშვილი, ვინ მოთვლის რამდენ ავადმყოფს დაუბრუნა ყურთასმენა. მადლიერი ადამიანები წრფელი გულით ულოცავენ მას ლენინური პრემიის მინიჭებას. ლენინური პრემია მიენიჭა პროფესორ ანთელავას. დიდია მისი თეორიული და პრაქტიკული წვლილი გუნკერდის ქირურგიულ მკურნალობაში. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნკერდის ქირურგიამ საქვეყნო აღიარება მოიპოვა. გამოჩენილ მეცნიერს, მსოფლიო მასშტაბის ფსიქიატრს პავლიკ ზურაბაშვილს 60 წელი შეუსრულდა. ხალხმა სიყვარულით აღნიშნა ეს დღე. იუბილარია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცვლელი პრეზიდენტი, სოციალისტური შრომის გმირი, აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი. ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა შესანიშნავი მათემატიკოსის დაბადების 70 წლისთავი და მისი ლენინის ორდენით დაჯილდოება. ქართულმა საბჭოთა პოეზიამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა გალაქტიონ ტაბიძე, ჩვენი საუკუნის ჭეშმარიტად სახალხო პოეტი. თბილისის ქუჩებში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო იმ დღეს. გამოეთხოვნენ თაწმინდის მიწას მიაბარეს დიდი პოეტი. ხალხთა მეგობრობის ზეიმად იქცა რუსეთის საბჭოთა ლიტერატურის დეკადა. რუსეთ-საქართველოს ლიტერატურული ურთიერთობის ფესვები საუკუნეთა სიღრმეშია გამდგარი. დღეს ეს ურთიერთობა გამტკიცდა და განუყოფელი გახდა. საქართველოს მალე უკრაინელი მწერლებიც ეძღვნენ. უკრაინელი და ქართველი ხალხის ურღვევი მეგობრობის დასტური იყო ეს შეხვედრა. სტუმრებმა მოინახულეს ცხეთა, ჩვენი ძველი სატახტო ქალაქი. დადგმდნენ სვეტიცხოვლის მშვენებით. უკრაინელ მწერალთა ჯგუფი მიკოლა ბაჟანის ხელმძღვანელობით დიდი ილიას სახლ-მუზეუმს ეწვია საბურავოში. ამ ადგილას ქართული სტუმბა იყო. ქართული ბეჭდვითი სიტყვის ტრადიცია 250 წლისაა. ჩვენს ოჯახებსა და მუზეუმებს საუნჯოდ შემორჩენიათ ქართული მწერლობის კლასიკოსთა ძველად დასტამბული წიგნები. მადლიერი შთამომავლობა 300 წლის იუბილეს უხდის და ძეგლს უდგამს სულხან საბა ორბელიანს, დიდ მწერალს, დიპლომატსა და სახელმწიფო მოღვაწეს. სამშობლოს დედუკ ღმართობით მაგათეთრა. სოფლიო მასშტაბით აღენიშნა დიდი ვაჟას დაბადების 100 წლისთავი. საქართველოში საერთო სახალხო ზეიმი იდგა. ყველა ქართველი მასპინძლობდა. უამრავი იყო სტუმარი. გამოცოცხლდა ახმიან და ჩარგალი დიდი მწერლისა და მოაზროვნის სამშობლო. ეს დავით კლდიაშვილის ძეგლია.
დაბადების წელი შეუსრულდა ქართული პროზის ტრადიციების სამღირსეულ გამგრძელებელს, უნიჭიერეს მწერალს. თქვენ ხედავთ მის ვაჟიშვილს, მწერალ სერგო კუგიაშვილს. ქართულ მეცნიერთა ჯგუფი აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი და ირაკლი აბაშიძე პალესტინაში ჯურის მონასტრისაკენ გაეშურნენ. ვარაუდით აქეგულებოდათ ქართველიერის სიამაღის შოთა რუსთაველის სურათი. ბოლოდინი გაუმართლდა. სახელოვანმა მეცნიერებმა ქართულ ხალხს ვეფხვისწყალოსნის ავტორის დაკარგული სახე დაუბრუნეს. საინტერესო სამუშაოები ჩაატარეს ქართულმა არქეოლოგებმა. სვეტი ცხოვლის სამხრეთ გალავანთან აღმოჩნდა უძველეს ნაგებობათა ნაშთები. ახლა საქმე რესტავრატორებზეა. ესეც არქეოლოგიური ექსპედიციაა, მაგრამ უჩვეულო, წყალქვეშა. აღმოჩენილია უძველესი ქალაქი დიოსკურია. ზღვის ტალღებს თავუნთქავთ იგი. საიდუმლოებას არ დაეხდება. ფაქიზად, დაჟინებით მიიკვლევენ მეცნიერები გზას საუკუნეთა სიღრმეში. ექსპედიციას ახლდა ქართულ კინემატოგრაფისტთა ჯგუფი. რეჟისორმა ირაკლი კანდელაკმა ფირზე აღბეჭდა ეს საინტერესო სამუშაოები. ასე თანდათან 1000 სიძნელის გადალახვით ივსება ჩვენი ეროვნული საუნჯე, ჩვენი ისტორია. ბუნებრივია, ჩამოსული კაცი პირველად მუზეუმს მიაშურებს, რადგან მუზეუმი ნივთებში შენახული ისტორიაა. ქართველებს ჭედურობა მამაპაპით მოსდგამთ. სულ ახლახან ახალგაზრდა ქართველმა მხატვრებმა კვლავ აღორძინეს ეს მივიწყებული ხელოვნება. ამ საქმის აღმდგენელია ირაკლი ოჩიაური, იშვიათი გემოვნების მხატვარი. ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, რომელსაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები ნინო რანიშვილი და ილგო სუფიშვილი ხელმძღვანელობენ, 15 წელი შეუსრულდა. ქართულმა ქალიშვილებმა და ჭაბუკებმა ცეკვით დაიპყრეს მსოფლიო. შესანიშნავ განვითარებას მიაღწია ქართულმა ბალეტმა, მისი სულის ჩამდგმელის, განუმეორებელი მოცეკვავის ვახტანგ ჭაბუკიანის ხელმძღვანელობით. მართლაც რომ ტიტანურია ამ დიდი ხელოვანის შრომა. კომპოზიტორ ალექსი მაჭავერიანის ბალეტი ოტელო, რომლის დადგმას და მთავარი როლის შესრულებას ჭაბუკიანმა განახორციელა, ლენინური პრემიით აღინიშნა. მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა მწერალ ნოდარ დუმბაძისა და რეჟისორ გიგა ლორქიპანიძის პიესამ „მე ბებია ილიკო და ილარიონი“, რომელშიც მონაწილეობენ ქართული სცენის შესანიშნავი ოსტატები ალექსანდრე ჟორჟოლიანი და სესილია თაყაიშვილი. სპექტაკლი წარმატებით იდგმება საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ბევრ თეატრში. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა დადგა გიგა ნახუცრიშვილის სპექტაკლი ჭინჭრაკა, სადაც დაუვიწყარი სახეები შექმნეს სერგო ზაქარიაძემ და რამაზ ჩხიკვაძემ.
დიდ წარმატებებს მიაღწია ქართულმა კინემატოგრაფმა. ელდარ შენგელაიას, თამაზ მელიევას, მწერალ მერაბ ელიოზიშვილის ფილმმა „თეთრი ქარავანი“ საქართველოს კომკავშირის პრემია დაიმსახურა. მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმი „ქორწილი“ რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე და ლაურეატია. სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით რეჟისორ რეზო ჩხეიძის მიერ დადგმული ფილმი „ჯარისკაცის მამა“ ქართული კინემატოგრაფიის უდაო გამარჯვებაა. სოფლიოს 104 ქვეყნის კინოეკრანი მოიარა და ყველგან განუმეორებელი წარმატება ხვდა წილად. ფილმის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტ სერგო ზაქარიაძეს. სერგო ზაქარიაძის მიერ შექმნილი ჯარისკაცის მამის შესანიშნავი სახე ქართული კინოხელოვნების კიდევ ერთი გამარჯვება იყო. სერგო ზაქარიაძეს ლენინური პრემია მიენიჭა და მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზით დაჯილდოვდა. საქართველო სოფლიო მოწინავე ხელოვნების რიტმით ცხოვრობს. თბილისი მასპინძლობს გამოჩენილ მსახიობებს, რეჟისორებს, მუსიკოს-შემსრულებლებს. სიხარულით ხვდებიან თბილისელები ახალგაზრდა ამერიკელ პიანისტ ვან კლიბერნს, რომელმაც მსოფლიო სახელი მოსკოვში მუსიკოს-შემსრულებელთა ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოიხვეჭა. ქართული მუსიკალური და თეატრალური საზოგადოება გულწრფელად შეხვდა გამოჩენილ ამერიკელ ბალეტმეისტერს ჯორჯ ბალანჩინის და მის დას. მაყურებელი მოიხიბლა ბერძნული დრამის თეატრის შესანიშნავი სპექტაკლებით და განსაკუთრებით მედეატი, ასპაზია პაპატანასიუს შესრულებით. თბილისი მასპინძლობს მოსკოვის მცირე თეატრის სახელგანთქმულ კოლექტივს. ქართველი ხელოვნების მუშაკების შეხვედრებს უწყობენ სტუმრად ჩამოსულ საზღვარგარეთელ კოლეგებს, რომელთა საქმიანობას ფართოდ აშუქებენ ჩვენი ჟურნალ-გაზეთები, რადიო და ტელევიზია. თქვენ უყურებთ პირველ პირდაპირ ტელერეპორტაჟს თბილისის აეროპორტიდან. დედაქალაქელები სიხარულით ხვდებიან ევროპის თასის მფლობელ თბილისის დინამოს კალათბურთელებს. წარმატებები სპორტში მართლაც ღირსშესანიშნავი იყო. 21 წლის ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ხდება ჭადრაკში. 1964 წელს კი ნონა კვლავ ამტკიცებს, რომ მას ჭეშმარიტად ეკუთვნის ჭადრაკის დედოფლის გვირგვინი. გადამწყვეტი მატჩი გაფრინდაშვილი ბიკოლა. თეთრებმა გაიმარჯვეს. ასე შეხვდა ნონას ჩვენი დედაქალაქი. ტაშკენტი 1964 წელი 18 ნოემბერი. დამთავრდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში, მაგრამ ჩემპიონი არ გამოვლინდა. მოსკოვის ტორპედომ და თბილისის დინამომ ქულათა თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს და აი ტაშკენტში დაინიშნა დამატებითი მატჩი, რომელმაც უნდა გამოავლინოს ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი
და ვინ ვიცე-ჩემპიონი. საკავშირო კატეგორიის მსაჯმა მიკენის რუბენისმა გუნდებს მოედანზე მოუხდა. არასოდეს არ ყოფილან ჩემპიონის წოდებისაგან ისე ახლოს თბილისის დინამოელები, როგორც ამას გუნდის მესამე თაობამ მიაღწია. დღეს ტაშკენტში უნდა გადაწყდეს, გახდებიან დინამოელები ჩემპიონები თუ არა. ვალენტინ ივანოვი და შოთა იამანიძე გუნდის კაპიტანი. მატჩი დაიწყო ის ტორპედოელთა უპირატესობით და პირველი ბურთი მათ გაიტანეს თბილისის კატეგორიაში. თბილისელები დიდხანს ცდილობდნენ საფასუხო ბურთის გატანას და აი მოსკოველთა კართან დაინიშნა კუთხური. ურთხამს ილო დათუნაშვილი დაატრიალა ბურთი და პირდაპირ კარის ბადეში გაარღვია. 1-1 ანგარიში გათანადა. მოსკოველებმა თამაში ცენტრიდან დაიწყეს. თბილისელებმა ისევ წამოიწყეს საფასუხო შეტევა, სარაევმა დაუშვა შეცდომა და მაგარსკი და ილო დათუნაშვილმა მეორე ბურთი გაიტანა მოსკოვის ტორპედოს კარის ბადეში. 2-1 წინ ქართველი ფეხბურთელები არიან. მოსკოვის ტორპედოელები საფასუხო შეტევაზე გადადიან. ისინი მარცხენა ფრთიდან უახლოვდებიან თბილისელთა საჯარიმო მოედანს, მიიწევენ კიდევ უფრო წინ. მე შეიძლება აქედან ჩამოაწოდოს ხიდეთ, მაგრამ მცველებმა მოიგერიეს თავით ბურთი და ისევ თბილისელების შეტევაზე. მესხიდა ანდრეიუკი, მესხმა მოაწყო მოწინააღმდეგე დარტყმა კარში 3-1. კიდევ რამდენიმე წამი, მეტეველი უთხრავს 11 მეტრიანს, დარტყმა 4-1. ასეთია ამ მატჩის საბოლოო ანგარიში. ამ გამარჯვებამ კი თბილისის დინამოელებს სანატრელი ოქროს მედლები მოუტანა. დაღლილი, მაგრამ ბედნიერნი იდგენ თბილისის დინამოელები ცენტრალური ტრიბუნის პირდაპირ და მთელი სტადიონის, მთელი ტრიბუნების გამაყურებელი ტაშის ქვეშ შემოუარეს საპატიო წრე სტადიონს და ასე დასტოვეს გამარჯვებულებმა ტაშკენტის მოედანი. დიდი წვლილი მიუძღვით ამ გამარჯვებაში გუნდის ხელმძღვანელებს გავრილ კაჩალინს, ავთანდილ ღოღობერიძეს და ალექსი კოპრიკაძეს. გამარჯვება მოწმობს. ქართულ მსოფლიო ჩემპიონთა სახელებს კიდევ ერთი მიემატა. გიორგის ხილპლაძე, სტამბოლის ხალიჩის გმირი, გამძვინვარებული გურჯი, ყველა მოწინააღმდეგე რომ სუფთად დაამარცხა. ბეჭებით გააკრა ხალიჩას. მას გვერდში უდგანან ცნობილი მოჭიდავეები, როსტომ აბაშიძე, ვახტანგ ბალავაძე, გივი კარტოზია, რომან რურუა, გურამ საღარაძე და სხვები. რომის ოლიმპიური თამაშები. სპორტის ისტორიაში პირველად უგებენ ამერიკელ სპორტსმენს სიმაღლეზე ხტომაში. ეს რობერტ შავლაყაძეა. 2 მეტრსა და 16 სანტიმეტრზე გადაევლო თამასას და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ასეთი დიდი სპორტული მიღწევისათვის რობერტ შავლაყაძე დაჯილდოვდა ლენინის ორდენით. საქართველოს კომკავშირის ყრილობა. საქართველოს კომკავშირი დებს ფიცს, რომ პარტიის დაძახილზე ყოველთვის მზად იქნება. აქ არიან მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ახალგაზრდა სპეციალისტები. მათი ცხოვრების გზა მხოლოდ იწყება. მათ სახელებს ყოლ გაიცნობს ქვეყანა. 1964 წელს შედგა საქართველოს კომპარტიის 22 ყრილობა, სადაც განხილულ იქნა სახალხო მეურნეობისა და კულტურის განვითარების, ხალხის მატერიალური კეთილდღეობისა და პარტიულ ორგანიზაციათა მუშაობის გაუმჯობესების საკითხები. საქართველოს კომპარტიამ დიდი მუშაობა ჩაატარა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 21 და 22 ყრილობების და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმების გადაწყვეტილებათა ცხოვრებაში გადალებისათვის. საქართველოს კომუნისტებმა მხურვალედ დაუჭირეს მხარი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1964 წლის ოქტომბრის პლენუმის გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩია ამხანაგი ლეონიდ ილიასზე ბრეჟნევი. პლენუმმა გადაჭრით დაგმო სუბიექტივიზმისა და ვალუნტარიზმის მოვლენები კომუნისტურ მშენებლობაში. პლენუმის გადაწყვეტილებებმა უდიდესი როლი შეასრულეს კომუნიზმის მშენებლობის შემდგომ სწრაფ აღმავლობაში. გაიზარდა და დამშვენდა ჩვენი დედაქალაქი. ყოველ დღეს ახალ-ახალი მიღწევებით ხვდებიან თბილისელები. ყველაფერს თავისი დრო აქვს, შრომას, დასვენებას, ხილს. ეს თბილისელთა ახალი
ხორცი, ძეობ. ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს, რომ დალოცავენ მეფე პადარცას. აი ისინიც, მართლაც ტკბილად რომ შედერებიან ერთმანეთს. ოქროს ქორწილს იხდიან ქართველი კოლმეურნეები, ლოცავენ ქართული ოჯახის, ერის დედაბოძის სახელოვან ტრადიციას და სვამენ შრომელი ხალხის სადღეგრძელოს. ადღეგრძელებენ კაცის მარჯვენას, მიუვალ მთებში რომ გზები გაყრობს. სვანეთის მთებში რომ ხეთხეს სამზადებს. სახელოვან მშენებლებს დღენიაдаг რომ ზრუნავენ ხალხის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ქუთაისის ავტომშენებლებს დღედაღამ რომ შრომობენ ქართული მარკის ავტომობილის შესაქმნელად. ჩვენს სახელოვან ზღვაოსნებს, მამაც მეზღვაურებს, მუშათა კლასს და კოლმეურნე გლეხობას, საქვეყნოდ რომ გაუთქვეს სახელი ქართულ ავტომობილს, დაზგას, ჩაის, ღვინოს. იგრძნობა გემები მათი შრომის ნაყოფი. მიფრინავენ საჰაერო ლაინერები ჩვენი პლანეტის ყოველ მხარეს და თან მიაქვს ქართულ ავიატორთა, მეცნიერთა, ხელოვანთა დიდება. მეშახტეთა შესანიშნავ ტრადიციებს აგრძელებენ მეტრომშენებლები, რომლებიც დიდ საჩუქარს უმზადებენ თბილისის მშრომელებს. ასეთია ჩვენი რესპუბლიკის დღევანდელი დღე, უკეთესი ხვალის საწინდარი.